კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდით სტუდიაში. ქართული მწერლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, ბატონი რეზო ჭეიშვილი. ის წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იყო მწერალთა კავშირის მდივანი, კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო კოლეგიის წევრი და ჟურნალ განთიადის მთავარი რედაქტორი. ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, იყო რამოდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის მზიანეთი, ზღვის მგელი, ავტოპორტრეტი, ფედია, ჩემი მეგობარი ნოდარი, გამოაღეთ ფანჯრები, გათენების წინ, ჭიდაობას რა უნდა, ამ ფილმების სცენარის ავტორი, დაწერილი აქვს მრავალი რომანი, მოთხრობა, პუბლიცისტური ნაწარმოები, არის შოთა რუსთაველის სახელობის ლაურეატი და 2012 წელს მან მიიღო პრემია საბას ლიტერატურის განვითარების შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. რეზო ჭეიშვილის ხუზულების მიხედვით, ცისფერი მთების მიხედვით, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ, რომელიც იქცა ქართული კინოკლასიკის შედევრად. ბატონ რეზო ჭეიშვილზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმრები არიან მწერალი ელგუჯა თაუბერიძე და თემურ ამყოლაძე და პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოხვედით და პირველ რიგში ალბათ პირველი კითხვა რომელიც უნდა დაგისვათ იქნება მწერალ რეზო ჭეიშვილის ადგილზე, როლზე და წონაზე თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რეზო ჭეიშვილი უდაოდ იყო დიდი მწერალი, ძალიან დიდი მწერალი. შეიძლება დღეს კიდევ არ იცოდნენ რაოდენ დიდი მწერალი იყო რეზო ჭეიშვილი. ის იყო ევროპული რანგის მწერალი და ხვალ ზეგ თუ ითარგმნება მისი ნაწარმოებები, უფრო გაიგებს მთელი მსოფლიო რაოდენ დიდი მწერალი იყო რეზო ჭეიშვილი. ასე რომ დღეს ქუთაისში იგზალება ძალიან დიდი ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი. მე წეხან ვამბობდი რომ გაბრიელ ეპისკოპოსის მერე ასეთი დიდი კაცი თქვა ქუთაისში არ გარდაცვლილა. შეიძლება ყოფილა ქუთაისში დაბადებული, სხვაგან გარდაცვლილი, მაგრამ ქუთაისში დაბადებული, მერე ქუთაისში დაბრუნებული, ამოდენა მასშტაბის, ამოდენა მოაზროვნე, ასეთი ჰუმანისტი და ასეთი სამხედროების მწერალი ქუთაისს არ ყოლია და ძალიან დასანანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა და ხვალ ზეგ უფრო მე მგონია რომ ქართველობაც მეც დაიკითხავს, სიმართლე რო გითხრათ, არც ისევ თქვა დიდად დაფასებული ყოფილა, მასში არ შექმნილა დიდი წიგნები, ალბათ კვლევაც უფრო ფართო თუ წარიმართოს მომავალში, ბიოგრაფიული რომანებიც უნდა დაიწეროს რეზო ჭეიშვილზე, იმიტომ რომ მისი შემოქმედება და მისი ცხოვრება იძლევა ძალიან კარგ საშუალებას იმისას, რომ მასზე დოკუმენტური დიდი ტანის ნაწარმოები შეიქმნას, იმიტომ რომ ის არ ყოფილა ერთფეროვანი, ერთსახოვანი, არც წერლობაში ყოფილა და არც ცხოვრებაში არ ყოფილა, იყო ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრების მქონე ადამიანი და მის შემოქმედებაც იყო მრავალფეროვანი. მის შემოქმედების ყველაზე დიდი მწვერვალი ალბათ რომანებში არის მუსიკა ქარში, მოთხრობებს რაც შეეხება მე მაინც გონია და ყველას ვეუბნები რომ სხვა თვალით წაიკითხო მკვამლი, მგონია რომ კვამზე დიდი მოთხრობა, მაგი კი არა, ხანდახან იგიც მიფიქრია რომ შეიძლება მე-20 საუკუნეში არ დაწერილა ქართულ პროზაში ამ დონის მოთხრობა, თუ ჩვენ გვინდა რომ ევროპელებს უთხრათ რომ აი თქვენ რომ აბსურდს ქნით, თქვენ რომ რაღაც მიმდინარეობებს აყალიბებთ და რაღაცა ამაზე დიდი ნახტომი რეზო ჭეიშვილის კვამი რო არ არის რო აღარაფერი თქვა, აიმე ჩემო ვენახო ზე მოთხრობებში, მე-4 სიმფონიაზე და ასე და ასე შემდეგ. ასე რომ ეს თქვა ნაკადი რაც რეზო ჭეიშვილის რომანებსა და მოთხრობებში არის, კიდევ უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს, გააზრებას მოითხოვს და დღეს ყოველ შემთხვევაში იმაში მაინც თანხმდებია მთელი ქართული საზოგადოება, რომ უდაოდ დიდი მწერალი იყო, უდაოდ დიდი მოაზროვნე იყო, უდაოდ დიდი ჰუმანისტი იყო რეზო ჭეიშვილი. ბატონ თემურ, თქვენ რა სიტყვათ, რა კვალი დაამჩნია ქართულ თანამედროვე ძალიან დიდი კვალი დაამჩნია ქართულ ლიტერატურას, ქართულ პროზას, ქართულ მწერლობას ზოგადად. Შემიძლია თქვა, რომ ეს არის სრულიად უნიკალური მოვლენა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. იმდენად უნიკალური, როგორი უნიკალურიც არის თქვა დავით კლდიაშვილი, როგორი უნიკალურიც არის პოლიკარპე კაკაბაძე და ამით და სხვები რამდენი და ბევრი არ არის საკვირველია. ესე იგი უჯავს სწორად თქვა ჯერჯერობით
კიდევ არ არის მართალია ცოცხალ კლასიკოსს ეძახდნენ სიცოცხლეშივე დიდ მწერალს ეძახდნენ მაგრამ სიღრმისეულად დანახული და შეფასებული ჯერ კიდე არ არის კარგად ეს იმოდენა მწერალია და ისეთი რანგის მწერალია ძალიან საინტერესო არის აი მის თარგმანაზე ვლაპარაკობდით ჩვენ არის თარგმნილი რამდენიმე ბალტიის პირველ ლატვიურად თუ ესტონურად არ მახსოვს არის რუსულად არის ბელორუსულად არის ზოგიერთ უცხოენაზე მაგრამ ეს იმდენად ეპიზოდური ხასიათი აქვს მის თარგმნას უცხოენებზე ეს არაფერს არ შველის დღეს ვფიქრობდი და წერდი გუშინდა წერდი აი გამოსათხოვარ სიტყვაში კი არა რომელიც დაიბეჭდება უფრო სწორად მის დაკრძალვასთან დაკავშირებით ვფიქრობდი იმაზე რომ აი ძალიან რთულია მისი თარგმნა უცხო ენაზე კონგენიალურად და ადეკვატურად თარგმნა არის ძნელი თორე პროზით თარგმნა თითქოს იოლი გომიათ მაგრამ არ არის მით უმეტეს რეზო ჭეიშვილის პროზის თარგმნა ძალიან ძნელია იმდენად პოეტურია იმდენად ყოველ ფრაზაში ყოველ სიტყვაში იმდენი მონასმია იმდენი საქცევია იმას უნდა ასევე ბრწყინვალედ მწოდნე ქართულის როგორც რეზო ჭეიშვილმა იცოდა ქართული და ასევე ბრწყინვალედ მწოდნე იმენის რომელზეც ითარგმნება სხვაგვარად მისი ადეკვატური თარგმნა წარმოუდგენელია და მისი სრულფასოვნად დაფასება უცხო ენაზე აი ეს თუ მოხერხდება და მოხდება მაშინ ევროპაც დააფასებს ელგუჯას გამოჩნდა ხშირად ამბობს ხოლმე იხსენებს ხოლმე ელგუჯა ერთ ჩანაწერს რეზო ინანიშვილის ძალიან ბრწყინვალე ფრაზას დღიურებში აქვს თავის დღიურებში ჩაწერილი რეზო ინანიშვილს რომ კვამზე არა კვამზე ხო რეზო ჭეიშვილის კვამზე რომ ოჩაღჭეია განა უკეთესად წერენ ევროპელები განა უკეთესად წერენ ევროპელები რა თქმა უნდა არა ჩვენ ასე თუ ისე ვიცნობთ ევროპულ ლიტერატურას მაგრამ აი ძალიან კარგი იქნება ევროპელები ამ დონის ქართულ მწერლობასაც თუ ნახავენ და თუ გაიცნობენ ეს კიდე გავიმეორებ რომ ბევრმა იცის ეს საქართველოში მაგრამ ისე ბევრმა როგორც საჭირო არა და ძალიან გული მწყდება კიდე ხდება ეს რომ აი ბატონი რეზოს შემთხვევაში რატომ მოხდა ისე რომ სათანადოდ არ იყო ცნობილი მისი შემოქმედება. აი ვერ ვიტყვი რომ ცნობილი არ იყო. ცნობილი არის რასაკვირველია, მაგრამ ისე სიღრმისეულად არ არის გააზრებული. როგორც საჭიროა, თორე ცნობილია, უსაზღვრო ცნობილია. ერთი რაღაცაც ხდება. აი კინომ რეზო ჭეიშვილის შემოქმედებაში და საერთოდ ქართულმა კინომ ესე იგი რაღაცა მკითხველის და მაყურებლის ცნობიერება და დამოკიდებულება რეზო ჭეიშვილისადმი წაიყვანა ცალ მხარეზე ერთი მხრივ და რაც არ გადაღებულა მისი შემოქმედებიდან იმას ცოტა ნაკლებ ყურადღებას აქცევს ნაკლებად იცნობა ხო ნაკლებად ახლა ერთი რამეც არის კიდე აი ბოლო 20 წელიწადი მისი შემოქმედების ხომ იციან ლიტერატურთა ვიწრო წრეებმა იმიტომ რომ იმდენად მცირე ტირაჟით 300-400 წელი გამოდის წიგნი ეს ყოველად შეუძლებელია ფართო მკითხველს ეყოს არა და აი 2000-იან წლებში დაახლოებით ესე იგი ზუსტად ვიტყვი 12 წლის წინ დაამთავრა ერთი უბრწყინვალესი რომანი ქარების დაბრუნება აი ეს რომანი ფაქტიურად შეიძლება 300 კაცზე მეც არ კონდეს საქართველოში საკითხული. არა და ეს უნიკალური რომანია, საოცარი რომანი. სრულიად განსხვავებული თავისი სტილისტიკით, არა მარტო რეზო ჭეიშვილის შემოქმედებაში, კლიანად ქართულ პროზაში, საოცრად განსხვავებული რაღაცა არის. აი ამას დანახვა უნდა, ამას წაკითხვა უნდა. აღარ მიუწვდება მკითხველს ხელი, მაინც და მაინც ისე დაბალი ტირაჟით გამოდის წიგნი. ბატონო თემურ, თქვენ ახსენეთ მისი სცენარით გადაღებული ფილმები და კადრებიც ნახეთ ჩვენ ცისფერ მთებიდან. აი მისი სასცენარო და დრამატურგიული მუშაობის შესახებაც რომ ისაუბროთ. ესეც სრულიად ფილმები, რომელიც იქცა კინოკლასიკად. ნუ ფილმი ახლა ქართული კინოკლასიკა არის, აი ცისფერი მთები, ეს არის ნუ საოცარი რამ. ვთქვათ მზიანეთი. მისი ერთ-ერთი პირველი ნოველაა გადაღებული ბრწყინვალედ და უსაშველოდ საათუთი საყვარელი რაღაცა და უზარმაზარი დრამატიზმით, ტრაგიზმით დატვირთული. შეიძლება ვილაპარაკოთ ვთქვათ ჩემი მეგობარი ნოდარი, რომელიც არ გამოვიდა ისე როგორც ვთქვათ როგორც არის წიგნი. ერთ უცნაურ რაღაცას ამბობდა ხოლმე რეზო სხვათა შორის ერთხელ თქვა ერთ-ერთი თავისი ფილმის გამო
რომ რეჟისორი ხანდახან თავის დონეზე აიყვანს სცენარს და ხანდახან თავის დონეზე ჩამოიყვანს. იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სცენარისტს, მწერალს დაედაროს მისივე დონის რეჟისორი. თუ ეს ბედნიერი შემთხვევა მოხდება, აიში გამოდის ძალიან კარგი რამ. ოღონდ ყოველთვის მაშინაც არ გამოდის ისეთი რამ. აი მაგალითად ელდარ შენგელაიამ გადაიღო ცისფერი მთები, ხო? ელდარ შენგელაიამ გადაიღო ასკილის წითელი ყვავილი, რომელსაც ქვია ექსპრეს ინფორმაცია ფილმს. აი ეს ფილმი არ ვერ გამოვიდა ისეთი. რაღაც მოხდა. ხდება ახლა შემოქმედებაში, ერთი მწერლის შემოქმედებაშიც ყველა ნაწარმოები თანაბარი ვერ იქნება, ხო? ეს ბუნებრივი რაღაცა. გარდა იმისა, რომ თქვა, რაც მისი ორიგინალური ნაწარმოებები აუცილებლად უნდა ვთქვა, ასე როცა ამ თემაზე ვლაპარაკობთ, თქვა, სამანიშვილის დედინაცვალი და ყვარყვარე თუთაბარი. იქ ახლა თუ ახალი წაკითხული არ აქვს სამანიშვილის დედინაცვალი და ყვარყვარე თუთაბერი, გეგონება რომ ეს ყველაფერი არის დავით კლდიაშვილის და პოლიტარბე კაკაბაძის. არა და იქ იმდენი რამაა რეზო ჭეიშვილის. ამისი გაკეთებულია სცენარები ერთის და იმდენი რამაა შემატებული და თან შემატებულია ისეთნაირად რომ მაყურებელი კი ვერ გძნობს. იმ სამყაროს მორგებულია. ადაპტირებულია ისეთნაირად რომ მაყურებელი ვერ გძნობს. ეს ყველაფერი გონია კლდიაშვილის, ყველაფერი გონია ყვარყვარეს. თუნდაც ხო, აი უამრავი რაღაცის გახსენება შეიძლება ეს. ეს სრულიად განსხვავებული და გამორჩეული რამაა. აი დრამატურგიაში, თეატრში მაინც და მაინც ვერ იპოვა თავი. ერთადერთი პიესა იყო, ისევე თავისი რომანის ყაჩაღების მიხედვით გააკეთა და დაიდგა მესხიშვილის თეატრში ქუთაისში. მეტი ფაქტიურად მეტი ვერ ქნა, იმიტომ რომ ის მაინც კინოხედვის მწერალი იყო. აი კინოსტუდიაში მუშაობა და ამან სხვათა შორის მის შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ის სურათოვნება, რაც აქვს ახასიათებს მის შემოქმედებას, ძალიან ბევრი რამე განაპირობა კინოში მის მუშაობა. ბატონო გუჯა, თქვენ ცხოვარ დაამატეთ. მე ვიტყოდ იმას, რომ აი ვისაც თქვა ცისფერი მთები წაუკითხავს და ტექსტი ქონია, რამოდენიმე ვარიანტი ქონდა, მას ცისფერი ხიდები ერქვა, საერთოდ ბატონ რეზოს ახასიათებდა მუდმივად სრულყოფისკენ სწრაფვა. იგი არ იყო ერთხელ დაწერს და მე ამას აღარასდროს არ დაუბრუნდება. ხანდახან მიფიქრია, რომ აი ეს თქვა დეტალი, ეს ნიუანსი შეიძლება უკეთესი იყო ძველ ვარიანტში და ახლა გაფუჭებულია თქო და მიფიქრია ძალიან დიდხანს და ზოგზე დავწუნებულვარ, რომ აი ის რო ახალი ვარიანტი უკეთესი გამოჩნდა და ისე. ცისფერი მთების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს, ის იყო მუდმივად სრულყოფისკენ მიმდინარე და ბოლო ვარიანტი, რომელიც წიგნათაც რო გამოვიდა, ჩემთანაც დაიბეჭდა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც გამოცა, ფილმისაგან განსხვავებული ვარიანტი გააკეთა უკვე სცენარისის და მოთხრობისიც, ნუ თვითონ მე უძახდი მას რომანს, ეს იყო ფაქტიურად დაუმთავრებელი რომანი და ბოლოში მათ ასე დააწერა დაუმთავრებელი რომანი და როა იყო თქვათ ეს სცენარი და ეს რომანი რეჟისორისთვის არის აბსოლუტურად მზამზარეული. იქ თითქმის არაფერი არ არის საჭირო, რო იფიქრო, თქვათ, რა უნდა გააკეთოს რეჟისორს. რეჟისორს რა აქვს გაკეთებული? რეჟისორს აქვს შერჩეული მსახიობები ძალიან მორგებული იმ როლებზე, იმ პერსონაჟებზე და გარემო აქვს შერჩეული. დანარჩენი ყველაფერი იქ არის ტექსტში. ესე იგი მზამზარეულზე არაფერი რო სხვა არ უნდა, ისიც როგორ ამბობს თქვა ცისფერ მთებში ესა თუ ის გმირი მე როგორ თამაშდება ეს აბსურდი და როგორ ნელ-ნელა შედის აბსურდი იქ ტექსტში უფრო ადვილად იგრძნობა ვინმე ფილმში და ეს რო გადაიტანა და ამეთყველა მან ელდარ შენგელაიამ მასე ეს იყო მართლაც მისი დამსახურება და ამის მერე გახდა რომ ფილმი არა მარტო გახდა ხალხის საკუთრება გახდა და მისი ფრაზები გახდა უკვე ხალხისთვის სალაპარაკო და გახალხურდა ის ფრაზები გივიჩვენა ვართ ლიტერატურაში თქვათ ისიც კი რომ აი როდის გაიტანსურას და როცა თქვენ მეთქვით ვასობიძია ხვალ არა ხვალ ამცალი აბა როცა თქვენ მეთქვით ვასობიძია ეს არასდროს არ ტანკისტი ვიყავი ომამდე და ტანკისტი ვიყავი და ასეთ ფრაზები უკვე ხალხმა იმას ხრა რომ მე არაფერს არ მეშინია ტანკისტი ვიყავი ეს მუდმივად ხალხში არის შეხვდება და გძნობ იმით რომ იმას შეიძლება სულ არ წაუკითხია ცისფერი მთები არც ნაწარმოები წაუკითხია არც სცენარი წაუკითხია მაგრამ პოპულარული ეს ფილმი ავტორი შეიძლება არ იცის როჭეიშვილი რო იყო მაგრამ ეს ფილმი ვთქვათ ნანახი აქვს და ეს ფილმი ნაგრძნობი აქვს და ის სამყარო რომელიც არ იყო ეს სამყარო ადვილად დასანგრევი და მით უმეტეს ცისფერი მთები როცა როჭეიშვილს ახასიათებდა არ იყო ხშირად მეუბნებია რომ თქვათ უნდა დაეწერა ძალიან რბილად უნდა დაეწერა
თქვათ რაღაცაზე ასე კატეგორიული და პრინციპული არ უნდა ყოფილიყო. რო არ ყოფილიყო ასე პრინციპული და ასე პეთრი რეზოჭეიშვილი ცისფერთებს იმ დროს კი თქვათ მეთქვით თქვენ და ყველანი მეთქვია რომ მაინც ასე თუ ისე შერყეული იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ არსებობდა საბჭოთა კავშირი და იმ პერიოდშიდაც იჭერდნენ და იმ პერიოდში კარგად რო დაენახა ცისფერი მთები, ეს იყო საბჭოთა სისტემის ზღვევა, მისი დაშლა და ანგრევა და კიდევ ახალი საბჭოთა წყობილობის აშენება, იმიტომ რომ ის გრენლანდია რო გამოაქვთ, მიაქვთ სხვაგან დაკიდებ. იმ გრენლანდიაზე ისევ ახალი წყობილების იგივე საბჭოთა წყობილების აშენებას იწყებენ, igen სხვა არაფერი არ ჩანს აქ და ეს არის. მე სხვა ფილმები თუნდაც თქვათ ჭიდაობას რა უნდა თეორმა სწორი ბრძანა აქვს, რომ მის შემოქმედებაში ძალიან კარგად არის ეს კადრის მომენტი, იმიტომ რომ ის ხედავდა რო წერდა, ხედავდა ის მერე ფილმში როგორ იქნება. ფილმში რა თქვათ როგორ გადავიდოდა ბერსატრიალა რომ არის თქვათ იმის მიხედვით გადაღებული ფილმი, იქ სულ კინო კადრებით აქვს, აი სინათლე როგორ უნდა დაეცეს, როგორ ჩამოვიდეს და ასე შემდეგ და ამის ხედვა მას ალბათ კინოსტუდიამ შეძინა, იმიტომ რომ მას შეძლო სხვისი სცენარი, სასცენარო გაყოფილების უფროსი იყო წლების განმავლობაში და სხვისი სცენარები უნდა გაესწორებინა, უნდა შეემოწმებია რამდენად შეიძლება მათზე ფილმის გადაღება და ბუნებრივია თავის სცენარეს ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევდა. თემურმა ბრძანა ყაჩაღებზე გაყრას უტრიალებდა კარგი ხანი და ქონდა გაყრაზე მას სცენარი გაკეთებული, ეს სცენარი რობერტ სტურუას მიერ უნდა დადგმულიყო და ეს სცენარი მოსაძებნია მის არქივში და ალბათ ძალიან ბევრი რამ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ თემურმა როგორ ბრძანა თქვათ სამანიშვილის დედინაცვალი და ყარყარე თუთაბერი ტექსტი და რეზო სცენარი რო შეადარო ძალიან ბევრია რეზოსეული მასში და არის ისეთი რაღაცები, რომელიც შეიძლება ძველ დროში როცა პოლიკარპე ყარყარეს წერდა, ან როცა დავით კიდიაშვილი წერდა სამანიშვილის დედინაცვალს, იმ დროში არ შეიძლებოდა რომ არსებულიყო, მაგრამ აი თქვა თანამედროვეობაში როცა გადაიღეს სამანიშვილის დედინაცვალი, იმან თანამედროვეობას მოარგოეს და თუნდაც ის რომ რაჯობია შაფათაძეებში кейპს და ეს მუდმივი პედალირება იმის ეს რეზოჭეიშვილისა კლდიაშვილთან ეს არ არის, მაგრამ გეგონება რომ ის არის კლდიაშვილის და ეს იყო სწორედ მისი დამსახურება რომ კლდიაშვილის სამყაროს მიუსადაგა მან და იმ სამყაროდან ამოვიდა და არა ისეთნაირი რამ არ შექმნა, რომელიც ძალიან უცხო იქნებოდა მის სამყაროსთვის და თქვა დამკვირვებელი თვალი ადვილად შეამჩნევდა სხვაობას კლდიაშვილისას და რეზოჭეიშვილის მიერ. პირიქით მოარგო მის სამყაროს და ამ ხრივ ძალიან საინტერესო იქნება თქვი მომავალში გაყრაც ან დაიდგმება და ან როგორც ლიტერატურული ტექსტი გვეცოდინება, იმიტომ რომ არ შეიძლება რეზოს ხელიდან გამოსულმა ნებისმიერმა თხზულებამ და ნებისმიერმა ტექსტმა არ დაგაინტერესოს. იმდენად რამდენადაც ის ძალიან სხვა კუთხით და აი მე ვიტყოდი ჭეიშვილისებურად დაინახავდა იმ გარემოს, რაც გაყრაში თამაშობდა. და უნდა გკითხოთ თქვენს პირად ურთიერთობაზე რეზოჭეიშვილთან მეგობრობდით და მეგობრობდით ძალიან დიდი ხანია მეგობრობდით და ეს მეგობრობა იყო ყოველდღიური, ყოველწამიერი პროფესიის გარეთ პროფესიის გარეთ მეგობრობაც იყო, ძალიან ხშირად დავდიოდით, ქალაქ გარეთ გავდიოდით, თემური წერდა მე მგონი ამ დღეებში რომ მას ქონდა სურვილი და ეს სურვილი აისრულა რომ მთელი საქართველო ქონდა შემოვლილი. ძალიან არ შეიძლებოდა რეზოჭეიშვილისთვის გეთქვა რომ წავიდეთ ამადან სოფელში და რეზოჭეიშვილს ეთქვა რომ არ წავიდეთ. სხვაგან თქვა თვითმფრინავი მგზავრობა არ უყვარდა და რაღაც, მაგრამ ნებისმიერ ამინში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში შეეძლო ყველაფერზე ეთქვა უარი და წამოვიდოდა, დააკვირდებოდა, განსაკუთრებით ამახსოვრდებოდა ამბები. შეიძლება ყველას დავიწყოდა ის ამბავი, მაგრამ თქვათ ის სახე დიასახლის ის იქნებოდა თუ ვიღაცის ის ადამიანი როგორ შეხვდა, ამას გაიხსენებდა 10-15 წლის მერე და მაშინ როცა თქვათ მე მეკითხებოდა ხანდახან მის ტელეფონის ნომერი როგორ იყო, სახლის ტელეფონი როგორ იყო, თარიღებში და რიცხვების დამახსოვრება არ იცოდა, მაგრამ აი სახეს დახატავდა ერთი ფრაზით ზუსტად გეტყოდა როგორ შეხვდა ის ადამიანი და ასე შემდეგ და ჩვენ ტყის საძმოც გვაქვს ყოველ მეორე შაბათს გავდიოდით, ესეც რეზოჭეიშვილის დაარსებული და დაფუძნებული იყო 97 წელს გავედით პირველად და ყოველი იანვრის მეორე შაბათს და იყო 15 იანვარი და მახსოვს მაშინ რომ აი პიჯაკები კი არა თხელი იგენი გვერდქო კურტკები და იგი ჩამოკიდეთ ხეებზე ისეთ სიცხე იყო იანვრის 15-ში და მაშინ წარმოვიშვა იდეა რომ ყოველ მეორე შაბათს წავსულიყავით მაშინ
ბატონ რეზო იყო, ბატონი ზურაბდევდარიანი, ახლა დღეს არც ერთი აღარაა ამ ქვეყნად და მე და გონერ ჭეიშვილი ვიყავით პირველ გასვლაზე და მე შემოემატა თემურის ხვები და უკვე მასიური გახდა და ალბათ გაგრძელდება მომავალშიც. ბატონ თემური. სულ ამბობდა ხოლმე აი ამასთან დაკავშირებით აი ტყეში გასვლა იანვრის ყოველი იანვრის მეორე შაბათს. არ აქვს მნიშვნელობა რა თქმა ახალი წელი დაემთხებოდა ამას ძველი ახალი წელი თუ რაღაც. ყოველი იქნებოდა, წვიმა იქნებოდა, არაფერი ნიშნულ. აი ამბობდა სულ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რომ საქართველოში წლის ნებისმიერ დროს შეიძლება გარეთ იქეიფოთ, უკეთებაში. ხო, ბუნებაში. მახსოვს ერთხელ სათაფლიაზე ვიყავით, ხო და აი ქვემოთ მშრალი ამინდი იყო, ოდნავ ავედით ზემოთ, ოდნავ და ფიფქავდა და რო წამოვედი იქიდან, აი თითქმის მუხლზემოთ იყო თოვლი. მანქანა ვეღარ ამოვიდა თავისთავად და სულ კოტრიალ ცრიალი ჩამოვედით აქან. ჩამოვედი ქუთაისში და ქუთაისში არაფერი, ისეთი განსაკუთრებული თოვლს პატარა. თოვლ და მაგრამ წყალთოვანი. აი ესე გვაქვს შემოვლილი დასავლეთ საქართველოს იმერეთის, ძირითადად იმერეთის მინდორები თუ გამოგიჩნდათ შემდეგან თუ შემოგვემატა ხალხი ზოგი საფუძვლად გარდაიცვალა მაგრამ ახალგაზრდებიც არიან შემოგვემატნენ და გრძელდება და რეზოს გარდაცვალებით ეს არ დამთავრდება ჩვენ თუნდაც იმისთვის რეზოს აღსოვრად ამას გავაგრძელებთ. ეხლა გარდა ამისა ოჯახებით მეგობრობდით, ოჯახებით ვიყავით მეგობრები. ჩემი შვილიშვილის ნათლია. ესე იგი 87 წელს ჩამობრუნდა 1987-ში ჩამობრუნდა ქუთაისში ანტიადის რედაქტორად. იქედან მოყოლებული სულ ერთად ავართ. არ ყოფილა არც ერთი დაბადების დღე, აი ორი შემთხვევა გამოირია აქედან ერთი გადაიხადა ზემოთ თბილისის ზემოთ სახლი აქ აგარაკოს სახლი მუხათწყაროში და ერთი აღდგომას დაემთხვა მის დაბადების დღე რამდენიმე წლის წინა და აღდგომის ტაძარი არის ქვიშხეთში და ერთი გადაიხადა იმის გამო რომ იქ აღდგომის ტაძარია ქვიშხეთში დანარჩენი სულ ქუთაისში და სულ ერთად ვიყავით განუწყვეტლად ჩამოდიოდა აქ იყო, ჩავდიოდი თბილისში თუ იყო, იქაც ნახულობდი და იქაც ერთად ვიყავით. ბატონო თემური და ბოლოს როგორც ვიცით დაიბარა ანდერტით რომ წვანეყვავილაზე ქუთაისში უნდა დაიბრძალა. წვანეყვავილა ქუთაისი მოწამეთა იყო მისი უზარმაზარი სიხარული. სხვათა შორის იმ წერილშიც ვწერდი ქუთაისში რომ ჩამოვიდა 87 წელს ერთი პირობა იმდენად უყვარდა ეს სასწაული, ეს მწვანე სასწაული მოწამეთა და მწვანეყვავილა. ერთი ხანობა თითქოს განთიადისთვის მაშინ მწვანეყვავილას ან მოწამეთას დარქმევად ზუნდოდა, მაგრამ რა ტრადიციული ჟურნალი იყო და ეს აღარქნა და მე დაარსა გაზეთი დაარქვა მოწამეთა, დაარსა ჟურნალი დაარქვა მწვანეყვავილა, ბაგრატი უყვარდა საოცრად, დაარსა გაზეთი დაარქვა ბაგრატი და იყო და აი ეფერებოდა და ტრიალებდა. ახლა ჭახათაზე გულწოდა ხო და ჭახათა მაინც ზურიკოსი აკუხიანი ძის და ჭახათას აღარ ეჯრებოდა. საოცრად უყვარდა ქუთაისი, ახლა ქუთაისის გარეთ თავისი არსებობა ვერ წარმოედგინა და სულ ყოველთვის თავისი განსასვენებელი ეგულებოდა აქ ქუთაისში და მწვანეყვავილაზე. ჩვენც ასე გვიბარებდა, მეუღლესაც ასე უბარებდა, ყველასთან კონდა მოდგომი. ჯერ კიდევ ადრე დიდი ხნის წინ წლების წin და ბოლოს ჩვენ ახლა ამ დროს ცოტა რამეა სამუგეშოდ და სასიხარულო, მაგრამ თუ რაიმე სასიხარულო ხდება, ერთი ეს არის რომ ჩვენთვის, მეგობრებისთვის, ქალაქისთვის რომ ქუთაისში იკრძალება და აგერ ქუთაისში მის საყვარელ ადგილზე გვექნება მისი საფლავი. დიდი მადლობა რომ მოხვედით. შეგახსენებთ. მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ მწერლები ელგუჯა თავბერიძე და თემურ ამყოლაძე, რომელმაც ისაუბრეს რეზო ჭეიშვილზე და მის გავლენაზე და კვალზე თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. ჩვენ დავშვიდობებით ჩვენ სტუმრებს და რეკლამა გველდება წინ.